მოგესალმებით ბათუმის ბულვარიდან, სადაც განთავსებულია კარავი. სწორედ ამ კარავში მიმდინარეობს ტესტირება კორონავირუსზე და ჩვენ ისევ ჩავრთეთ ბულვარიდან ლაივი, რადგან სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით დღეს საზოგადოებრივი ინტერესი არის ძალიან მაღალი. ძალიან ბევრი მოქალაქეა დღეს აქ შეკრებილი, დღეს 4 საათიდან აქ არის რიგები და მოქალაქეები ცდილობენ რომ ჩაიტარონ ტესტი, მას შემდეგ რაც გავრცელდა ინფორმაცია დონას თანამშრომლის ინფიცირებაზე კორონავირუსით. საღამოს კიდევ ერთი ინფორმაცია გავრცელდა სწორედ დონასთან დაკავშირებული, რომ კიდევ ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა კორონავირუსი. შესწავლილია კიდევ ბევრი თანამშრომელი და მათ პასუხებს დაუდასტურდებათ თუ არა ვირუსი, ამის შესახებ ხვალ გავიგებთ. მინდა შეგახსენოთ ასევე, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსის 23 შემთხვევა გამოვლინდა, ბათუმში გამოვლინდა 6 შემთხვევა, აქედან უკვე 7 შემთხვევა, საღამოს კიდევ ერთი შემთხვევა დაემატა, რაც ასევე დონას უკავშირდებოდა, საკონდიტრო მაღაზიას დონას. 6-დან ვისაც დილით გავრცელდა ინფორმაცია, 2 საკარანტინო ზონაში იმყოფებოდა. ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომ 80 ადამიანმა დღეს გაიარა ტესტირება. დღეს დილიდან იყო მოწოდება იმასთან დაკავშირებით, რომ ვისაც ჰქონდა შეხება დონასთან, საკონდიტრო მაღაზიასთან, აუცილებლად მიემართათ ბულვარში განთავსებულ კარავზე იმისთვის, რომ გადაემოწმებინათ საკუთარი თავი ვირუსთან მიმართებაში. და სწორედ დღეს არის განსაკუთრებული სიმრავლე ბულვარში კარავთან. მოქალაქეები, როგორც ხედავთ კადრში, თავის რიგს ელოდებიან. ამ დრომდე კორონავირუსზე ტესტირება აქ იწყებოდა 8 საათიდან, საღამოს 6 საათიდან და 8-ზე სრულდებოდა. დღეს ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ რადგან ინტერესი იყო ამ ხრივ მაღალი და თვითონ ჯანდაცვის სამინისტრომაც მოუწოდა მოქალაქეებს, რომ ვისაც ჰქონდა ბოლო 2 კვირის განმავლობაში საკონდიტრო მაღაზიასთან დონასთან შეხება, მოსულიყვნენ აქ და გადაემოწმებინათ საკუთარი თავი კორონავირუსზე. მიიღო სამინისტრომ გადაწყვეტილება, რომ შედარებით ადრე 4 საათზე დაწყებულიყო ტესტირების პროცესი. ბათუმში ბულვარის ტერიტორიაზე აჭარბსახთან კიდევ ერთი კარავია, არ ვიცით ახლა იქ არის თუ არა ხალხმრავლობა, აქ არის ნამდვილად ამ დრომდე ხალხმრავლობა, ტესტირების პროცესი გრძელდება, აქ იმყოფებიან ასევე წითელი ჯვრის წარმომადგენლები, რომლებიც მოქალაქეებს რიგის დაცვაში ეხმარებიან. და ისინი ამ დრომდე აქ იმყოფებიან. პარალელურად მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს კონცერტი, სადაც ასევე ხალხმრავლობაა და სწორედ იქედან შემოდის მუსიკის ხმა. შეგახსენებთ, რომ ვიმყოფებით ბათუმის ბულვარში, სპეციალურად გაშლილი კარავის წინ, სადაც კორონავირუსზე ტესტირება მიმდინარეობს. დღეს აქ განსაკუთრებული ხალხმრავლობაა, მას შემდეგ რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ დონას თანამშრომელს დაუდასტურდა კორონავირუსი, ხოლო საღამოს კიდევ ერთი თანამშრომლის დავირუსების შესახებ გავრცელდა. ჯანდაცვის სამინისტრომ მოუწოდა დილიდან მოსახლეობას, რომ ვისაც 2 კვირის განმავლობაში შეხება ჰქონდა საკონდიტრო მაღაზიასთან, მოსულიყო და გადაემოწმებინა, ხომარ დაუფიქსირდებოდა ვირუსი. აქ შეკრებილი ადამიანები ელოდებიან თავიანთ რიგს, რიგის დაცვაში მათ ეხმარებიან წითელი ჯვრის წარმომადგენლები, რომლებიც აქ იმყოფებიან. ასევე მინდა შეგახსენოთ დღევანდელი მონაცემები საქართველოში კორონავირუსის შემთხვევებთან დაკავშირებით. დღეს 23 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 6 შემთხვევაზე ბათუმში დილით გავრცელდა, შემდეგ საღამოს საათებში უკვე დაემატა მე-7 შემთხვევა. 2 შემთხვევა უკავშირდება დონას საკონდიტრო მაღაზიას, ვირუსი გამოვლინდა კონსულტანტს, რომელიც მუშაობდა ერთ-ერთ მაღაზიაში. ეს მაღაზია ამ დროისთვის დახურულია და
არ მუშაობს, ხოლო რაც შეეხება მაღაზიის მეორე ფილიალს, ამ დროისთვის რა ინფორმაცია ჩვენ გვაქვს, დახურული არ არის და აგრძელებს მუშაობას. 7 შემთხვევიდან ბათუმში 2 უკავშირდება დონას, ხოლო 2 საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა, ვისაც დაუდასტურდა ვირუსი და ასევე ვირუსი დაუდასტურდა 3 მძღოლს, რომლებიც საერთაშორისო გადაზიდვებზე მუშაობენ. რაც შეეხება დაინფიცირებულების მდგომარეობას, რამდენადაც ვიცით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში COVID ცენტრში ამ დროისთვის მკურნალობს უკვე 26 პაციენტი და მათი მდგომარეობა არც ერთის, რამდენადაც გვაქვს ჩვენ ინფორმაცია, მძიმე არ არის. ეხლა ჩვენ ვიმყოფებით ბულვარში იმ კარვის წინ, სადაც მიმდინარეობს კორონავირუსზე ტესტირება, საკმაოდ გრძელი რიგია. მოქალაქეები ცდილობენ, რომ გადაამოწმონ, რადგანაც აქ სავარაუდოდ ბევრი ისეთი უნდა იყოს, რომელსაც დონასთან ჰქონდა შეხება ბოლო 2 კვირის განმავლობაში. ასეთი იყო დღეს ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებაც და შესაბამისია გამოხმაურებაც. მოქალაქეები დღეს 4 საათიდან რიგში დგანან იმისთვის, რომ ჩაიტარონ ტესტი, დარწმუნდნენ, რომ არ უფიქსირდებათ ვირუსი და დამშვიდნენ, ასე ვთქვათ. დღეს 4 საათიდან აქ არის საკმაოდ გრძელი რიგი და ამ დრომდე კარავში მედიკოსები აგრძელებენ მუშაობას, ატარებენ ტესტს. როგორც ვიცით, საღამომდე რა ინფორმაციაც ჰქონდა ჯანდაცვის სამინისტროს 80-მდე პირმა ჩაიტარა ტესტი, 80-მდე პირი შესწავლილია დონას კლასტერთან დაკავშირებით და ამ დროისთვის არ გვაქვს მათი მონაცემები, ხვალდილისთვის გახდება უკვე ცნობილი, გამოულინდება თუ არა ვინმეს კიდევ ვირუსი, რომელსაც კავშირი ექნება დონასთან. ბულვარის ტერიტორიაზე, მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ტესტირება მიმდინარეობს, გვერდით კონცერტი იმართება, სხვათა შორის იქაც ხალხმრავლობაა. ეხლა მე შევეცდები, რომ გავესაუბრო ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელიც აქ ტესტის ჩასატარებლად მოვიდა. გამარჯობა, მოგესალმებით. თქვენ ტესტის ჩასატარებლად მოხვედით? რატომ გადაწყვიტეთ? შეხება გქონდათ? ანუ სწორედ ამიტომ მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეხება გქონდათ დონასთან და ხვალისთვის ელოდებით პასუხებს. მხოლოდ თქვენ გაიარეთ ტესტი თუ მეუღლებას? დიდი მადლობა, ჯანმრთელობას გისურვებთ. მადლობა. როგორც ხედავთ, მოქალაქე, რომელიც ამბობს, რომ უკვე ჩაიტარა ტესტი, ჩვენ როცა აქ მოვედით, ის რიგში იდგა, თავის რიგს ელოდებოდა. ამბობს, რომ გადამოწმების მიზნით მოვიდა, რადგან შეხება ჰქონდა საკონდიტრო მაღაზია დონასთან, ამიტომაც გადაწყვიტა, რომ ჩაეტარებინა ტესტი. როგორც ხედავთ, რიგი ისევ იზრდება, ემატებიან მოქალაქეები და ტესტირების პროცესი გრძელდება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ მონაცემებს, რომელიც დღეს საქართველოში გვაქვს კორონავირუსთან დაკავშირებით. დღეს საქართველოში სულ 23 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმში დაფიქსირდა 6 შემთხვევა, მათ შორის 1 იყო დონას თანამშრომელი, კონსულტანტი. საღამოს კიდევ შემოვიდა ინფორმაცია დონასთან დაკავშირებით, რომ კიდევ ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა ვირუსი. დღეს დილიდან გამომდინარე იქედან, რომ ზუსტი ინფორმაცია არ იყო თუ რამდენ ადამიანს, სავარაუდოდ რამდენ ადამიანს ჰქონდა შეხება საკონდიტრო მაღაზიასთან, ჯანდაცვის სამინისტრო მოუწოდა მოქალაქეებს, რომ მოსულიყვნენ
ბულვარში გაშლილ კარვებში და გადაემოწმებინათ საკუთარი თავი, თუ კი მათ ჰქონდა, განსაკუთრებით მათ, ვისაც ჰქონდა შეხება დონას მაღაზიასთან, ჩაეტარებინათ ტესტი. ეს კარვები ბათუმის ბულვარში უკვე მეორე კვირაა თუ არ ვცდები გაშლილია და მოქალაქეები ამ დრომდეც იტარებდნენ აქ ტესტს, მაგრამ მოთხოვნა დღეს არის გაზრდილი სწორედ დონასთან დაკავშირებით. წითელი ჯვრის ინფორმაციით ამ დროისთვის 190-მდე ადამიანმა მიმართა ტესტირებისთვის კარვებს, აქ გაშლილ კარავს და ჩაიტარა ტესტირება და როგორც ხედავთ, ჯერ კიდევ გრძელდება ეს პროცესი. რიგია საკმაოდ გრძელი და მოქალაქეები თავის რიგს ელოდებიან, რომ ჩაიტარონ ტესტირება. ჩვენ ცოტა ხნის წინ გავესაუბრეთ ასევე ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელიც აქ იყო ტესტისთვის მოსული და მან თქვა, რომ სწორედ იმიტომ, რომ ჰქონდა შეხება დონას მაღაზიასთან, მოვიდა გადამოწმების მიზნით, თვითონ და მისი მეუღლეც და ხვალისთვის ელოდება შედეგებს. შეგახსენებთ, რომ ბათუმის ბულვარში საზაფხულო თეატრის მიმდებარედ გაშლილ კარავთან ვიმყოფებით. ბათუმში გაშლილია კიდევ ერთი კარავი ახალი ბულვარის ტერიტორიაზე, კერძოდ აჭარულ სახლთან, სადაც ასევე მოქალაქეებს შეუძლიათ ჩაიტარონ უფასო ტესტირება. არ ვიცით ეხლა არის თუ არა იქ ხალხმრავლობა, თუმცა დღეს უკვე მეორედ ჩავთეთ ჩვენ ამ ტერიტორიიდან ლაივი და როგორც ხედავთ, ისევ რიგია, არ წყდება აქ მომსვლელი მოქალაქეების რიცხვი და ისინი ელოდებიან თავიანთ რიგს, რომ ჩაიტარონ ტესტირება. იმასთან დაკავშირებით, რომ დონას კონსულტანტს დაუდასტურდა ვირუსი დღეს დილიდან გავრცელდა, დილიდანვე ჯანდაცვის სამინისტრომ მოუწოდა მოქალაქეებს, რომ მოვიდნენ აქ და გადაამოწმონ იმ შემთხვევაში თუ ჰქონდათ მათ ამ მაღაზიასთან შეხება, გადაამოწმონ ხომ არ უფიქსირდებათ ვირუსი. ისევ შეგახსენებთ დღევანდელ მონაცემებს, დღეს საქართველოში 23 პირს დაუდასტურდა კორონავირუსი, აქედან დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ 6 დაფიქსირდა ბათუმში, 6 შემთხვევა. საღამოს კიდევ ერთი შემთხვევის შესახებ დაემატა ინფორმაცია, 7 შემთხვევიდან, საერთო ჯამში 7 შემთხვევიდან 2 უკავშირდება საკონდიტრო მაღაზია დონას. ძალიან ბევრი მოქალაქე ეხმაურებოდა დღეს ამ ფაქტს Facebook-ში, წერდნენ ისინი, რომ შეხება ჰქონდათ დონასთან, კითხვებს სვამდნენ, რა უნდა გაეკეთებინათ და აზუსტებდნენ ინფორმაციას, თუ ვისთვის შეიძლებოდა მიემართათ, რამდენად მაღალი იყო რისკი იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი დაინფიცირდებოდნენ თუ არა. ასეთი კითხვები დღეს მოქალაქეებმა Facebook-ში გააჟღერეს და დილიდანვე იყო ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებაც, რომ მათ აუცილებლად მიემართათ კარვებისთვის, ბულვარის ტერიტორიაზე გაშლილი კარვებისთვის და ჩაეტარებინათ ტესტი, გადაემოწმებინათ საკუთარი თავი კორონავირუსთან მიმართებაში და როგორც ხედავთ, გამოხმაურებაც არის საკმაოდ მაღალი 4 საათიდან, რაც დაიწყო დღეს კარავში მუშაობა. აქ ძალიან ბევრი მოქალაქე მოვიდა, ცოტა ხნის წინ მოგვაწოდა ჩვენ წითელმა ჯვარმა ინფორმაცია, რომ დაახლოებით 190-მა მოქალაქემ ამ კონკრეტულ კარავში უკვე ჩაიტარა ტესტი და ჯერ კიდევ გრძელი რიგია. მე გესაუბრებოდით Facebook-ში გამოხმაურებაზე და მინდა გითხრათ ისიც, რომ საკმაოდ ბევრი სკეპტიკოსიც არის, წერენ ისინი, რომ კორონა არ არსებობს და ეს ყველაფერი არის მოგონილი და მოქალაქეებს, რომლებსაც ამის ჯერათ საკმაოდ ისეთ კომენტარებს უწერენ, ისინი აცხადებენ, რომ მათ არ სჯერათ ამის შესახებ, რომ ეს არის ტყუილი და მოგონილი ინფორმაცია.
როგორც ხედავთ, პროცესი გრძელდება, მოქალაქეები ისევ ელოდებიან თავის რიგს და როგორც ვიცით, მათი უმეტესობა აქ იმისთვის მოვიდა, რომ ქონდა შეხება დონას მაღაზიასთან და სურს რომ გადაამოწმოს ხომ არ დაუფიქსირდება მას ვირუსი. ცოტა ხნის წინ ჩვენ ერთ-ერთ მოქალაქეს გავესაუბრეთ კიდეც, რომელმაც დაადასტურა, რომ სწორედ ამიტომ მოვიდა დღეს, რომ ქონდა დონასთან შეხება და სურს რომ გადაამოწმოს. ამ დროისთვის სავარაუდოდ 50-მდე ადამიანი იმყოფება რიგში, იმისთვის რომ ჩაიტაროს ტესტირება. აი ხედავთ, იქით ამ მხარესაც დგანან, საკმაოდ მოშორებით იცავენ დისტანციას. შეგახსენებთ, რომ ვიმყოფებით ბათუმის ბულვარში, კარავთან, სადაც მიმდინარეობს ტესტირება კორონავირუსზე. ეს კარვები ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით რამოდენიმე კვირის წინ, დაახლოებით 2 კვირის წინ თუ არ ვცდები, გაშალეს აქ იმისთვის, რომ მოქალაქეებს ჩაეტარებინათ უფასო ტესტირება გადამოწმების მიზნით. აქ მოქალაქეები რამდენადაც ვიცით არ აქტიურობდნენ, დაახლოებით 30-დან 50-მდე მოქალაქე აკითხავდა ამ კარვებს ყოველდღიურად გადამოწმების მიზნით. დღეს კი აქ მოთხოვნა გაიზარდა, სწორედ მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის სამინისტრო გამოვიდა მოწოდებით, რომ ვისაც ქონდა 2 კვირის შიგნით დონას მაღაზიასთან შეხება, სასურველი იქნებოდა თუ ისინი მივიდოდნენ და გადაამოწმებდნენ საკუთარ თავს, ჩაიტარებდნენ ტესტს. მთლიანობაში კი საქართველოში დღეს 23 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 6 დადასტურდა ბათუმში, ეს დილის ინფორმაციით. საღამოს კიდევ ერთი შემთხვევის შესახებ გავიგეთ. საერთო ჯამში 7 შემთხვევიდან 2 უკავშირდება დონას და გადამოწმება სწორედ იმ მიზნით, რომ დონას ყავს საკმაოდ ბევრი მომხმარებელი, დაიწყეს მოქალაქეებმა გადამოწმება ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდების შემდეგ, რომ ვისაც ქონდა შეხება ბოლო 2 კვირის განმავლობაში დონასთან, მათ უნდა ჩაიტარონ ტესტირება და გადაამოწმონ, ხომ არ დაუფიქსირდებათ ვირუსი. რამდენადაც ვიცით, იმ მოქალაქეების ოჯახები, რომლებსაც დაუფიქსირდათ ვირუსი, როგორც ხდება ხოლმე წესისამებრ, თვითიზოლაციაში არიან, მათაც ჩაუტარდათ ტესტირება და მათ შესახებაც ინფორმაცია ხვალ დილით ექნება ჯანდაცვის სამინისტროს და ჩვენ მისი მიღებისთანავე გავავრცელებთ ამ ინფორმაციას. კარვის მიმდებარედ გრძელდება ასევე კონცერტი, სადაც შეიძლება ითქვას, რომ ასევე ხალხმრავლობაა და ვერ ვიტყვით, რომ დისტანცია არის დაცული. თუმცა აი აქ კარავთან რიგში მდგომი ადამიანები შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ დისტანცირებულად დგანან ერთმანეთისგან და ასე ელოდებიან თავის რიგს. სავარაუდოდ გადამოწმება იმ მოქალაქეების გადამოწმება, რომლებსაც დონასთან ჰქონდათ შეხება, ხვალაც გაგრძელდება.
როგორც ვიცით, ჩვენი ინფორმაციით ამ დროისთვის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში COVID ცენტრში 25 პირი მკურნალობს, კორონავირუსით ინფიცირებული 25 პირი და ჩვენი ინფორმაციით მათი მდგომარეობა არ არის მძიმე. ამ დროისთვის ბათუმის ბულვარში გაშლილ კარავთან, სადაც კორონავირუსზე ტესტირება მიმდინარეობს, 50-მდე ადამიანი იმყოფება რიგში, რამდენადაც ხედავ ბოლოს მოემატათ. აი ეხლაც მოემატნენ, მოქალაქეები მოვიდნენ და ჩადგნენ რიგში. მათი რიცხვი არ შემცირებულა. ეხლა შევეცდები, რომ გავესაუბრო წითელი ჯვრის წარმომადგენელს, წითელი ჯვრის წარმომადგენლები აქ არიან დღეს 4 საათიდან და მოქალაქეებს რიგის დაცვაში ეხმარებიან. გამარჯობა. თუ შეგიძლიათ, რომ გვითხრათ, რა ვითარება, რა ინფორმაცია გაქვთ, როგორ ეხმარებით თქვენ ამ ადამიანებს, რა ინფორმაციას აწვდით? რომელიც მოქალაქეებს მოუწოდებენ რომ გაიცანო დისტანცია და აქ არეგულირებენ დისტანციას ისე რომ ადამიანები მაინც გაიცანონ ხალი ვიდეო გოწედა და ასობით ადამიანია მობილიზებული ახალი ისე ტესტი გაიქცენ და თემის გამოვაში უფრო რაღაც პროექტი ადამიანები გააქვს საბანკად უბრალოდ თუ შეძლებს მოსწრებს გავასწავლოთ რომ ხა მაყურებელს გაიგოთ და ძალიან ცოტა გაიმოჩნდა ციფრის ხალხს და გაიცათ მაქსიმალურად სოციალ დისტანცია არაფერ პანიკას იმიტომ ტესტირება ყველა გაიკეთებს ყველა შეხედა ტესტირება თავი რაღაც ერთმანეთი არ ასწავლე ერთმანეთს არ შეფასებენ და მაქსიმალურად სოციალური დისტანცია ქონდა რაიმე ისეთ ექსცეს ადგილი დღეს არ ერთადერთი ის არა მოქალაქეები რომელიც მოდიან ცოტა პანიკერები არიან იმიტომ როგორც საკონდობიექტი სიმწიფებოდა ზოგიერთ ოჯახის წევრი იმყოფებოდა რაღაც და უდათან პირდაპირ შევიდნენ და ესე რაღაც ხაზია უბრალოდ ციცად მაქსიმალურად რომ ყველა თანაბრად თავის დროზე შევიდნენ ანუ თქვენ მოგიწიათ რომ დაეხმაროთ რიგის დარეგულირებაში რიგის ასევე არავითარ ჩვენ მოხალისები არიან გაქვთ ინფორმაცია ან თქვენი გამოთვლით დაახლოებით რამდენი ადამიანი მოვიდა დღეს 4 საათიდან აქ? დიახ. ხომ არ გაქვთ ინფორმაცია მეორე კარავთან ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ასევე არის თუ არა რიგი? დიდი მადლობა. ეს იყო წითელი ჯვრის წარმომადგენელი, რომელიც საუბრობდა იმის შესახებ, თუ რა ვითარება იყო დღეს 4 საათიდან აქ. ის ამბობს, რომ ასობით მოქალაქე მოვიდა იმისთვის, რომ გაეტესტა საკუთარი თავი, ასე ვთქვათ, რადგან მას ან მისი ოჯახის წევრს ჰქონდა შეხება დონას მაღაზიასთან. გიორგი თქვა ისიც წითელი ჯვრის წარმომადგენელმა, რომ ზოგიერთი დაპანიკებულიც კი იყო, თუმცა წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა გაუწიეს მათ დახმარება, დაეხმარენ რიგის დაცვაში. წითელი ჯვრის წარმომადგენელი ამბობდა ასევე, რომ ზოგს სასწრაფოდ აქ მოსვლისთანავე უნდოდა ტესტის ჩატარება, თუმცა რიგი არის დაცული. როგორც ხედავთ, აქ ადამიანები მოემატენ კიდეც და ჯერჯერობით რიგი არ შემცირებულა. მან გითხრა ისიც, რომ ბათუმში მდებარე მეორე კარავთანაც ასევე რიგია და მოქალაქეებმა იმ კარავსაც ახალი ბულვარის ტერიტორიაზე აჭარულ სახლთან განთავსებულ კარავსაც მიმართეს ტესტის ჩატარების მიზნით.
შევეცდები ახლა ცოტა შორს გავიდე და იქედან გავაგრძელო, რადგან მუსიკის ხმა შემოდის საკმაოდ მკვეთრად და იმედია ისმის ჩვენი ხმა. შეგახსენებთ, რომ ჩვენ ვიმყოფებით ბათუმის ბულვარში გაშლილ კარავთან, სადაც კორონავირუსზე ტესტირების პროცესი მიმდინარეობს. აქ დღეს განსაკუთრებული ხალხმრავლობა და განსაკუთრებული მოთხოვნაა, იმიტომ რომ დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია დონას კონსულტანტის, საკონდიტრო მაღაზია დონას კონსულტანტის დავირუსების შესახებ. ამ მაღაზიას ბათუმში საკმაოდ ბევრი მომხმარებელი ყავს და დღეს დილიდან სვამდნენ მოქალაქეები კითხვებს თუ როგორ უნდა გადაემოწმებინათ რისკები და დილიდანვე ჯანდაცვის სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა, მოუწოდა მოქალაქეებს, რომ მათ მიემართათ ბათუმის ბულვარში განთავსებული კარვებისთვის და აუცილებლად ჩაეტარებინათ ტესტი კორონავირუსზე. დღეს რამდენადაც ვიცით დაახლოებით ამ დრომდე რა ინფორმაციაც გვაქვს, თუმცა ეს ინფორმაცია არ არის ზუსტი, დაახლოებითია, დაახლოებით 190-მდე პირმა უკვე ჩაიტარა ტესტი. არ ვიცით ჩვენ მეორე კარვის მონაცემები, თუმცა ცოტა ხნის წინ წითელი ჯვრის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ იქაც არის რიგი იმ კარავთან, ეს კარავი არის ჰაჭარულ სახლთან ახალი ბულვარის ტერიტორიაზე. აი ხედავთ როგორი რიგია ამ დრომდე. აი ახლა ახალი ინფორმაციით ამ წუთას მივიღეთ ახალი ინფორმაცია, რომ 250-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა ტესტი სწორედ ამ კარვებში. დღეს დილიდან გავრცელდა მონაცემები, რომ საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა 23 მოქალაქეს, აქედან 6 იყო ბათუმში, 6-დან 1 იყო დონას საკონდიტროს კონსულტანტი, ხოლო 3 საერთაშორისო გადაზიდვები მძღოლი, რომელიც საერთაშორისო გადაზიდვებზე მუშაობს და 2 საკარანტინო სივრციდან. საღამოს კიდევ ერთი შემთხვევის შესახებ გავიგეთ, რომელიც ასევე დონას უკავშირდება. ხოლო ამ დროის ინფორმაციით რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობს 26 COVID ინფიცირებული დღის მდგომარეობით. მათი მდგომარეობა, როგორც ჩვენ ვიცით, არც ერთის ძიმე არ არის. აი როგორც ხედავთ, საკმაოდ ბევრი მოქალაქეა ისევ რიგში. ჩვენ ცოტა ხნის წინ მოგვეცა საშუალება გავსაუბრებოდით ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელიც აქ მოვიდა ტესტის ჩასატარებლად. მან გვითხრა და გვიდასტურა ის, რომ მისი ინტერესი, რომ ჩაეტარებინა ტესტირება და გადაემოწმებინა საკუთარი თავი, ასე ვთქვათ, უკავშირდება დონას, რადგან ცოტა ხნის წინ შეხება ჰქონდა ამ მაღაზიასთან. ის ოჯახის წევრთან ერთად მოვიდა და ჩაიტარა ტესტი. აი გადამოწმების პროცესი გრძელდება. ეხლა შევეცდები, რომ ცოტა უფრო ახლოს მივიდე კარავთან. და გაჩვენოთ, როგორ მიმდინარეობს ტესტირების პროცესი. აი თქვენ ხედავთ, კარავთან იმყოფებიან წითელი ჯვრის წარმომადგენლები და ისინი არეგულირებენ რიგს. დღეს დილიდან მუშაობენ ისინი და ეხმარებიან მოქალაქეებს რიგის დარეგულირებაში. კარვები, როგორც წესი, აქ 6 საათზე იწყებდნენ მუშაობას, თუმცა დღეს 4 საათიდან დაიწყო ტესტირების პროცესი აქ. ასეთი გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო, იმიტომ რომ სავარაუდოდ წინასწარვე იყო ცნობილი, რომ ინტერესი გადამოწმების მოთხოვნა იქნებოდა საკმაოდ მაღალი და ასეც არის. 4 საათიდანვე აქ გაჩნდა რიგები, მოქალაქეები თავის რიგს ახლაც ელოდებიან, ტესტირების პროცესი გრძელდება.
დონას ორი ფილიალი მუშაობს ბათუმში, ერთ-ერთი ფილიალი, სადაც მუშაობდა კონსულტანტი, რომელსაც დაუდასტურდა კორონავირუსი, დილიდანვე დაიკეტა, ჩატარდა დეზინფექციის სამუშაოებიც, რამდენადაც ვიცით. ამ დროისთვის მე არ მაქვს ზუსტი ინფორმაცია, მეორე ფილიალი აგრძელებს თუ არა მუშაობას. რამდენადაც ვიცით, შუა დღის ინფორმაციით ეს ფილიალი დაკეტილი არ იყო, ეხლა ამ წუთებისთვის არ ვიცით ამ ფილიალის შესახებ აგრძელებს თუ არა მუშაობას. რამდენადაც ვიცით, დონას ყველა თანამშრომელს ჩაუტარდა ტესტირება, ასევე მათი ოჯახის წევრებს და მათ შესახებ ინფორმაცია ჩვენ ხვალდილით გვექნება. ჯანდაცვის სამინისტრო გავრცელებს ამ ინფორმაციას და ჩვენ როგორც კი მივიღებთ მას, გამოვაქვეყნებთ. ცოტა ხნის წინ ჩვენ გავესაუბრეთ წითელი ჯვრის წარმომადგენელს, რომელმაც გვითხრა, რომ მისი ინფორმაციით რიგია მეორე კარავთანაც, სადაც მოქალაქეები ასევე გადამოწმების მიზნით მივიდნენ. დღეს არის განსაკუთრებული მოთხოვნა კარვებთან, ანუ ტესტის ჩატარებასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ დილიდანვე იყო მოთხოვნა ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდება, რომ ვისაც 2 კვირის განმავლობაში ჰქონდა შეხება დონას მაღაზიებთან, სასურველი იქნებოდა თუ ისინი მიმართავდნენ ამ კარვებს ტესტის ჩატარების მიზნით. აი როგორც ხედავთ, მოქალაქეები ჯერ კიდევ ემატებიან რიგს და აი ახლა ხანს წითელი ჯვრის თანამშრომელთან, წარმომადგენელთან არ ყვევდა ქალბატონი, როგორ შეიძლება ჩაეწეროს რიგში. აქ არის ცოცხალი რიგი, თუმცა ამ რიგს არეგულირებენ წითელი ჯვრის წარმომადგენლები. სავარაუდოდ ჩვენ დავასრულებთ ლაივ ჩართვას. მე ბოლოს ისევ შეგახსენებთ დღევანდელ მონაცემებს. დღეს საქართველოში 23 პირს დაუდასტურდა კორონავირუსი, აქედან მონაცემი საღამოს გაიზარდა 24-ს, იმიტომ რომ დილით 6 შემთხვევაზე იყო ცნობილი ბათუმში და შემდეგ კიდევ ერთი შემთხვევის შესახებ გავიგეთ. 2 შემთხვევა უკავშირდება საკონდიტრო მაღაზია დონას. სწორედ ამ მაღაზიებთან შემხებლობაში მყოფი პირები იტარებენ ტესტს და ამ დროის ინფორმაცია